ანუ მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით. უნდა გითხოთ პირველ რიგში ესეც საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიფარებით ხოლმე გეოპოლიტიკური მსჯელობებით ხშირად და მე აღმოვაჩენთ ხოლმე რომ თურმე ჩვენ საზოგადოების ვრცელ ფენებს აი ეს გეოპოლიტიკური საკითხები სწორედ აი ესე ეხება. დღესღამე სად გაათენებენ მათი შვილები ღამეს. შესაბამისად აი მათ შორის არის თქვენი პერსონალური და თქვენი პარტიული ხედვა ამ კუთხით. კი, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ეთერისთვის. ისეთი მნიშვნელოვანი დღეა დღეს, კიდევ ერთი ნათელი დადასტურება. რას აკეთებს ქართული ოცნება, ანუ გულისხმობს შემდეგს, რომ ქართულმა ოცნებამ სრულად მოშალა და გაანადგურა პოლიტიკა საქართველოში, ისე როგორც აი გეოპოლიტიკა ახსენეთ თქვენ, საერთაშორისო მიმართულებით, ამაზეც ალბათ გვექნება საუბარი, ისევე საშინაო თვალსაზრისითაც, ერთადერთი რასაც ისახორციელებს, ეს არის ძალადობა. რატომ? იმიტომ რომ მიხვდა, რომ ქართულმა ოცნებამ ყველაზე კარგად იცის, რომ ქართველი ხალხი აღარ აპირებს გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ბედის, ასე ვთქვათ, მინდობას ქართულ ოცნებას და ეს იცის მან ყველაზე კარგად იმ კვლევების საფუძველზე, რომელსაც ატარებენ. ამიტომ ძალიან მკაფიო ხაზი გაავლო საკუთარ თავსა და ქართულ ხალხს შორის. ამიტომაც არის ივანიშვილის რეჟიმი, რუსული რეჟიმი და დღეს სწორედ ეს ვნახეთ. ანუ რას გულისხმობ? გულისხმობ იმას, რომ ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა, როდესაც ამოიწურა დემოკრატიული თამაშის წესების დაცვის შესაძლებლობები, ერთადერთ შესაძლებლობად რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ძალადობა აირჩია. ახლა ჩვენ ვნახეთ ეს ძალადობრივი ვერტიკალში როგორ მუშაობს ძალადობაში. ორი რა ვნახეთ ჩვენ. ერთი, როგორ გადაწყვიტა ხელისუფლებამ რომ გაანადგუროს პოლიტიკა, ანუ გულისხმობ იმას, რომ დღეს იქ არც ერთი პოლიტიკური სახე ჩვენ იქ არ დაგვინახავს, რომელიც ივანიშვილის რუსულ რეჟიმს წარმოადგენს. არ იყო კალაძე, რომელიც არის თბილისის მერი, არ იყო ჯანმრთელობისა და დაცვის და დევნილთა სამინისტრო, რომელსაც 7 მილიარდზე მეტი აქვს ბიუჯეტი და მათ შორის ეს გულისხმობს ამ ადამიანებისთვის იმ პრობლემების მოგვარებას, რისი გულისხმობაც ისინი იქ ცხოვრობენ, სადაც ცხოვრობენ, იმიტომ რომ მოდი შევთანხმდეთ იმაზე, იქ ცხოვრება, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ, არავისთვის არ არის იდეალური კი არა, რა ვიცი, ნორმალურთან მიახლოებულიც კი, ხო ასეა. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ დღევანდელმა დღემ აჩვენო, რომ პოლიტიკა სრულად გაანადგურა და მკაფიო დაჩვენა, რომ ძალადობაა ერთადერთი ის, რის საფუძველზეც ის ინარჩუნებს ძალაუფლებას და მეორე, პოლიციელების ქმედება, რითიც ახლა თქვენ დაამთავრეთ საუბარი, აქ არის ერთი დავალება აქვთ პოლიციელებს, რომელსაც სამწუხაროდ მიზანმიმართულად, ასე ვთქვათ, ასრულებენ ეს პოლიციელები, რომ შეუვალი უნდა იყოს ეს ძალაუფლება. არც ერთი ხინჯი არ უნდა მიადგეს. ოდნავ თითქოს გადაცდომასაც კი არ პატიობენ, თქვენ ძალიან კარგად ახსენეთ და აღარ არის საჭირო ამაზე ბევრი ლაპარაკი. მართლა გაგიჟებული ადამიანი, რომელმაც არის ის არათუ დღეს, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში სად უნდა იცხოვროს ამ ადამიანს, იმიტომ რომ ფულზეც ისაუბრეთ თქვენ ყველამ კარგად ვიცით, რას ნიშნავს დღეს საქართველოში ბინის ყიდვა ან დაქირავება, რამხელა ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ამ ადამიანმა უბრალოდ წამოისროლა ქართველისთვის სრულიად დამახასიათებელი სიტყვები, ხო, მოდი ამაზე შევთანხმდეთ და ეს მიიღეს არა ემოციურ დონეზე, არამედ პირდაპირ გეტყვით მე, დავალება, რომ უნდა დაინახოს ყველამ, რომ თითქოს ისინი არიან აი იმდენად ძლიერები, რომ არც ერთ აი ასეთ გადაცდომას არ დაუშვებენ. რატომ? იმიტომ რომ დააჩვენონ, რომ ერთადერთი რაზედაც დგას დღევანდელი ქართული ოცნება, ანუ რუსული რეჟიმი დგას ძალადობაზე. აი ამ ძალადობის სრულფასოვანი გამოვლინება იყო დღევანდელი დღე. აი ეს ემზადებიან თვითმმართველობის არჩევნები. კი, აი სხვათა შორის ძალიან კარგი ერთი დადასტურება დღევანდელი დღე არის იმისა, ქართული ოცნება აუცილებლად გააყალბებს არჩევნებს და რატომ? პრაგმატული თვალსაზრისით, როგორი უტვინოც არ უნდა იყოს, როგორი მოძალადეს არ უნდა იყოს, დემოკრატიული თამაშის წესებს გულისხმობ დაცვის შემთხვევაში, ასე არჩევნების წინ მთავრობა არის კარგი ქცევა. ხო ასეა. ადამიანებს მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებსაც უნდათ რომ არჩევნებში მეტი ხმები მოიპოვონ, ასე არის ქცევა. ამიტომაც ვამბობ, არაფერი ახლა აღარ აინტერესებს ქართულ ოცნებას, არანაირი პოლიტიკა ქართული ოცნებისთვის არ არსებობს, არათუ დემოკრატია, არათუ სახელმწიფო, არამედ ზოგადად პოლიტიკა აღარ არსებობს, ერთადერთი არსებობს ძალადობა და აი ამ ძალადობის ხარჯზე ისინი ცდილობენ რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება. ერთადერთი მხოლოდ ეს და დღევანდელი დღეს სწორედ ამის ნათელი დადასტურება და სხვათა შორის ძალიან ლოგიკურია კიდევ რომ დღეს ჩვენი საბა სხვიტარიძესთან დაკავშირებითაც
აქაც ძალადობაზე და უსამართლობასთან გვაქვს საქმე. იმ მასშტაბის რომ თვით პროკურატურამ, დღევანდელმა პროკურატურამაც კი დაინახა, რომ სრულიად არანორმალურია ის მუხლი, რომელთაც საბას ედავებოდა, იმიტომ რომ საბა არის მართალი იმ საქმეში, რა საქმესაც მის წინააღმდეგ ჩხლართავენ, ისევე როგორც სხვა ყველა ის 60 თუ 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი საქართველოში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ერთადერთი, რითიც საქართველოს ისტორიაში და ჩვენს მეხსიერებაში, იმ ბავშვების მეხსიერებაში, რომელსაც დღეს პირდაპირ ეთერში თუ აიქ ვინც ცხოვრობდნენ უყურეს, ქართული ოცნება ყველაზე მნიშვნელოვანი მათი მეხსიერებაში ჩარჩება ძალადობით და არასამართლიანობით. ეს იქნება ქართული ოცნების არა მხოლოდ აწმყოში სავიზიტო ბარათი, არამედ შემდგომში ისტორიაშიც. და მე მინდა გავაფრთხილო, ყველა მისი მოდი ამ სიტყვას გამოვიყო, ის დამქაში ქვია ამას, ვინც ახლა თავის დაუნებურად, მიზანმიმართულად ხელს უწყობს ამ ძალაუფლების შენარჩუნებაში ქართულ ოცნებას ხელს. ისინიც ამ ისტორიის სახელმძღვანელოებში ჩაიწერებიან ძალიან ცუდ მხარეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აი დავფიქრდეთ ახლა წარსული გავიხსენოთ და შევხედოთ აი ამ თვალსაზრისით მომავალს. ერთადერთი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა, ეს არის ძალადობის რეალობად ქცევა. ამიტომაც ძალადობა და უსამართლობა იქნება მათი მთავარი განმსაზღვრელი ახლაც და შემდგომში, როდესაც მომავალი თაობა დაიწყებს კითხვას, ყურებას თუ გააზრებას. აი ეს ძალიან დილემური საკითხია, ხო და ეს მოითხოვს მართლა პოლიტიკას ამ სიტყვის ყველაზე ისეთი თქმა უნდა მაღალი მნიშვნელობით. პოლიტიკას, რომელიც მოიცავს და აი ამ ჩიხური მდგომარეობიდან, როდესაც აქ ხა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ უპირისპირდება ერთმანეთს კერძო საკუთრების უფლება და რაღაცა ადამიანების მართლა ღირსების საკითხი, ხო და რაღაცა ღირსეული ადამიანის რომ ადამიანურ ქუჩაში ღამე არ უნდა გაათიონ. ხო? ოღონდ ეს პირველი უფლებაა და ეს მეორე მე მიუხედავად ისა რომ მივიჩნევ რომ ამასთან დაკავშირებით ქვეყანას პოლიტიკა უნდა ქონდეს, მე არ მივიჩნევ რომ ჩვენ რაც უფლებების შექმნით უნდა დავკავდეთ, ხო? ჩვენ უბრალოდ უნდა ქონდეს პოლიტიკა. ყველაფერი რაც შეიძლება იყოს პოლიტიკის საკითხი, ვერ იქნება უფლებრივი საკითხი ავტომატურად, ხო? თუმცა აი ეს პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობთ ბევრს და საკმარისს. და საკმარისი ადგილი არ უკავია ასეთ პოლიტიკებთან დაკავშირებულ თემებს, ხო? მოდი აი ეს საკითხი რო უფრო მეტად გავშალოთ, ხო? როგორ უნდა იპოვოს ბალანსი ამ შემთხვევაში ნორმალურ ვითარებაში სახელმწიფომ, როცა არსებობს ვინც არ უნდა იყოს კერძო მესაკუთრე, ვანო ჩხარტიშვილი ამ შემთხვევაში, მაგრამ რა მნიშვნელობა არაფერი მნიშვნელობა. კერძო მესაკუთრეა. როგორ ჩაიგდო ხელში კიდე სხვა თემაა. ხო, ვაღიარებთ რომ ის კერძო საკუთრება. მაგრამ მეორე მხრივ არის 500 ადამიანი, რომელიც დღესღამეს ათქაათებს ღამეს არ იცის. მოდი აი ამ ბალანსზე ვილაპარაკოთ, წმინდა პოლიტიკის თვალსაზრისით სად შეიძლება ეს ბალანსი მოვიწვიოთ. აქ როგორც არ უნდა როგორ თქვა ეს სტრაფარეტული გამოვიდეს ეს საუბარი, მაინც იქამდე მივდივართ, რომ სახელმწიფოს დაუკარგა მთავარი ფუნქცია ქართულმა ოცნებამ. რას ნიშნავს ხო სახელმწიფო უსაფრთხო გარემოს, სამართლიანი გარემოს შექმნა. ამის უზრუნველყოფაა სახელმწიფოს ფუნქცია, მეტი არაფერი, სხვა მას არაფერი არ სხვა სახელმწიფოს არანაირი ფუნქცია არ აქვს. მაშინ სხვა სახელმწიფოს გარეშე ვიცხოვრებდით, თუ კი ველური წესებით უნდა გადაწყდეს ის, რა წესებზედაც ახლა თქვენ როგორ წესებზედაც ახლა ჩვენ ვილაპარაკებთ. პირველი და მნიშვნელოვანი არის სამართლიანი სასამართლო. თუ არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, ვერაფერი ვერ გაირკვევა. ანუ არ არსებობს ის დიქოტომიაც კი, სად იწყება სახელმწიფო, სად იწყება პოლიტიკა, სად თარდება უფლებები და ასე შემდეგ. სასამართლოს არარსებობის პირობებში ეს საკითხები სრულიად გაურკვეველი იქნება. მაგრამ სასამართლომდე არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები და ინსტიტუციები, რომლებიც ამ საკითხებს უნდა აწესრიგებდნენ. მაშინ, როდესაც ქართული ოცნება ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ყოველდღიურად ცხვირში გვჩრის იმ დოკუმენტაციას თუ რა ვიცი იმ გამოკითხვებს რომ საქართველოში ეკონომიკური წინსვლა გვაქვს და 10%-იანი და აი ბიზნესი ყველაფერი ყვავის და ასე შემდეგ პოლიტიკის ნატამალსაც ვერ ხედავთ ამ საკითხების მოგვარების. თქვენ ჟურნალისტი ხართ, დაუშვათ მე ნაკლები დაუშვათ მე პოლიტიკოსი ვარ და ამ გადმოსახედიდან საუბრობ, აი თქვენ ხართ ჟურნალისტი. როდის გახსოვთ, რომ ქართულ ოცნებას, როგორც ხელისუფლების ახლა არა მართალია არალეგიტიმურ მმართველს, მაგრამ ესაუბროს ამ პრობლემების მოგვარებაზე. დამისახელეთ თარიღი, დამისახელეთ თანმიმდევრული გეგმა, რომელსაც მიყვება და რომელსაც ამას ისე აკეთებენ, როგორც საჭიროა. ამიტომაც მე ვიდა ძალადობამდე. ნახეთ, ისევ ამ ვერტიკალზე უნდა ვილაპარაკოთ. დიახ,
ქართულ ოცნებას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა მართალი ბრძანდებით. თქვენ ახლა ვინ არის მისი მესაკუთრე, როგორ ჩაიგდო ეს სასამართლომ უნდა გადაწყვეტოს და აუცილებლად გადაწყვეტს, როდესაც საქართველოში სამართლიანი სასამართლოს დრო დადგება, როდესაც რუსული რეჟიმი ჩაბარდება წარსულს. მაგრამ აი ახლა ვილაპარაკოთ, როგორ უნდა გადაწყვეტს ამ ადამიანების ძალადობა. რატომ? იმიტომ რომ ისინი ვალდებულები არიან ქართულ ოცნებას გულისხმობ ადამიანებთან, რომელზედაც დგანან. ეს ხალხი ამათ ასულდგმულებს პირდაპირ თვალსაზრისით, ანუ ფინანსები საიდან მოდის იმ ძალადობის განხორციელებისთვის, რომელსაც ქართული ოცნება საქართველოში აი ეს პირდაპირ ეთერშიც კი აძლევს თავს უფლებას რომ განახორციელოს. რატომ? იმიტომ რომ ვაბანკზე მიდიან რა. ყოველდღიური კვლევები აქვთ მათ ჩვენგან განსხვავებით ოპოზიციურ მხარეს გულისხმობ, რომელიც რაღაც ვახერხებთ ნელ-ნელა და ძალიან რთულად ამ ძალიან ძველი სიამოვნება, მათ ყოველთვიური აქვთ მუდმივად ზუსტად იციან, რომ ყოველდღიურად კარგავენ ამორჩეველს. ამიტომ ისინი დემოკრატიული თამაშის მინიმალურ წესებსაც კი აღარ აქცევენ ყურადღებას და გადავიდნენ სრულად ძალადობაზე. აბსოლუტურად ძალადობაზე, რომ აი ამ ძალადობრივი მეთოდებით როგორღაც გაიხანგრძლივონ ასე ვთქვათ არსებობა საქართველოში. თუმცა ჩვენ მაინც ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ეს მეორე მხრივ არის ბოლო ჟამის დასაწყისი, რატომ? იმიტომ რომ შეუძლებელია ფაქტია, რომ არაღიარებამ, არ თანამშრომლობამ, ბოლო კარტების გათამაშება გამოიწვია მათი მხრიდან, ხო? იმიტომ რომ ციხის დაკპატიმრების იქით არაფერი აღარ არის. ეს არ არის საბედნიეროდ 20-იანი წლები მე-20 საუკუნის, სადაც თქვა დავხრეტენ ჩვენ, თორე უკვე დიდი ხანია დახვრეტილები ვიქნებოდით. ნუ ყოველ შემთხვევაში ლიდერები მაინც დიდი ხანია უკვე დახვრეტილები იქნებოდნენ. ეს არის ბოლო ეტაპი. აი დღეს ვნახეთ, ხო რა არის? აკავებენ მას და ამით სურთ რომ გააჩუმონ ეს ადამიანები. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება. გამოტანის მისცემენო და მე ადგილიდან აი ხალხს სწორად მათყობინებდა ერთი ადამიანი რომ და მე მისცემენ ნითებს გამოტანებენ და მე სად გაათენებენ ღამით ამ ერთრამეს დავამატებ რა ძალიან ბულდოზერებს მიაყენებენ რა თქმა ძალიან რთულია კიდე ერთი რამ ესენი არიან ბოროტება ჩანდა დღეს კიდევ ანუ აი ამას რამდენი ხანი გავიდა ვაგზლის მოედანზე განხორციელა ეს მომხდარი ტრაგედია სათავისოდ გამოიყენეს ამ ბინძი აი დღესაც კი გამოიყენეს აი ეს ზარავს აი ეს რაღაც სხვა ტიპის ეს არის ბოროტის საწყისი მაშინ რომ დაიწყეს ეს პროპაგანდა რა თქმა უნდა ხო და მე თავის მომხრებს უთხრეს რომ აი ეს არის არავის პასუხისგებლობა იქ ცხოვრები ქუჩაში ადამიანს რო თავში რაღაც დაეცა იმის ბრალია დიახ და ნახეთ დღეს რეაქციას რეალობად ანუ ბოდიში ამ გამოთქვას რომ ფეხებზე კიდიათ ყველაფერი ამიტომაც ვამბობ რომ რუსული რეჟიმია რას ნიშნავს რუსული რეჟიმობა ანუ ხასიათი რუსული პოლიტიკის გაგრძელების ანუ ისინი ზუსტ ამათ არ აინტერესებთ არც ქართველი არც ტრადიცია არც წარსული არც მომა არაფერი აინტერესებთ დევნილებზე ადამიანებო საუბარი რომელმაც რამდენჯერმე განიცადეს ეს ამბავი თან დევნილები არიან და თან შეჭირვებული ადამიანები ცხოვრების ამიტომ მე ვფიქრობ რომ მათი ბოლო ეს არის ბოლო ჟამი ნამდვილად ასე იმიტომ რომ საქართველოს უბრალოდ არ არის ქვეყანა რომელიც აიტანს მსგავს რაღაცებს და ეს მათ ყველაზე ძალიან კარგად იციან და პრინციპში ძალიან კარგად ჩანს ვერ ჩდებიან საზოგადოებაში სხვა დრო რომ ყოფილიყო აუცილებლად გამოჩნდებოდა კალაძე რაღაც ქულების დასაწერად ხო ეს ხო ნამდვილად ასეა მაგრამ არავინ ერთი ისიც რომ გაგონ გადაიდო მისი მერობის პრეზენტაცია არ ვიცი რაღაცა ხდება რაღაც გაუგებრობა ხდება რა ხდება გავიგებ ხო კარგი რომ არ ხდება მე ვამბობ ქართული ოცნებისთვის ეს ნამდვილად ასეა თან 31 აგვისტოც მალე მოდის ეს ყულფი მათ გარშემო როგორც შიგნი არ თანამშრომლობის და არაღიარების ასე ვთქვათ კიდე უფრო მეტად უჭერთ ხო რაღაც გინდა ევროპიდან რაც არ უნდა ილაპარაკონ გინდაც ამერიკიდან ბრიტანეთიდან რაც არ უნდა ვილაპარაკოთ დასავლურ ქვეყნებს გადაწყვეტილი აქვთ რომ საქართველოს არ შეიძლება იყოს რუსული გავლენის სფერო არ შეიძლება საქართველოში ხელისუფლებაში დარჩეს ის ვისაც არ ეკუთვნის რომ დარჩეს არ შეიძლება რომ საქართველოში დამთავრდეს დემოკრატია ეს უნდა ქართულ ხალხსაც და ეს უნდა იმ ხალხს ვინც არის ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო თანამეგობრობას გულისხმობ ნახეთ ვერანაირად საქართველოს ვერ მოწყდება მინიმუმ სამხრეთ კავკასიას მაინც მოდი დავანებოთ თავი ჯერ გარე აი იმ გეოპოლიტიკურ სივრცეს ახლა ჩვენს გარეშე ხდება სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი თამაშის წესების შექმნა ანუ ქართული ოცნება გვაკარგინებს ეროვნული და სახელმწიფოებრივი იდენტობის მთავარ საყრდენს ეს არის ჩვენი ფუნქცია რომ იყოთ მთავარი აი აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი და ქვეყანა კარგავთ რა შავი ზღვისპირეთის ასე ვთქვათ გამგებლის შავი ზღვისპირის როგორც ჩვენი ფუნქციის გამოყენების მთავარ ძალაუფლებას გვაკარგინებენ და ეს ასე ვერ იქნება რა ნამდვილად ვერ იქნება ჩვენ ეს არ უნდა დავთმოთ ვერ იქნება არა მხოლოდ თავისთავად არამედ ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ეს
მე სულ ვამბობ და ყოველთვის გავიმეორებ. მარტო ქართული ოცნების ბრალი არ არის ის, რომ გელათით გაფუჭდა მაშინ, როცა ჩვენ ცხოვრობთ ამ ქვეყანაში. ამაზე პასუხისმგებლობა უნდა განიცადოს თქვენს, მეც და სულ ყველამ. იმიტომ რომ ეს არის თაობა, რომელმაც უნდა გააკეთოს ყველაფერი ისე, როგორც ხალხს უნდა. ვერავის ვერ დავაბრალებთ ამას. სად ვიყავით მაშინ ჩვენ? ეს კითხვა ხო ასე ჩანს. ასე დაისმება ეს კითხვა მაშინაც, როდესაც ვილაპარაკებთ, რომ საქართველოს მაშ როცა ვლაპარაკობთ, რომ საქართველოს არ უნდა დაკარგოს თავისი ადგილი არც სამხრეთ კავკასიურ პოლიტიკაში და არც აი ამ გლობალურ მადლობა დიდი. დასავლური მიმართულებით. მადლობა დიდი, ვანო წერეთელი იყო ჩვენთან ერთად კოალიციას ცვლილებისთვის წარმომადგენელი.